ფსიქოლოგთან ბლიცი ხომ არ გვესიამოვნებოდა, მოკლედ დღეს სტუმრად მყავს ფსიქოლოგი, პირადი ურთიერთობების ექსპერტი და არფითი თერაპევტი ირმა ჩიტაშვილი, რომელიც ჩემს ბლიც კითხვებს უპასუხებს და ნახოთ, აბა როგორი პასუხები ექნება და თქვენც დაეთანხმებით თუ არა. მზად ხარ ბლიცისთვის? მზად ვარ. მაშინ დავიწყოთ და გვიპასუხე, ქიმია თუ სიმშვიდე? სიმშვიდე. მარტოობა თუ არასწორი ადამიანი? მარტოობა. სიტყვები თუ ქმედებები? ქმედებები. დარჩენა თუ წასვლა? წასვლა. გული თუ გონება? გონება. სწრაფი ვნება თუ ნელა გაზრდილი კავშირი? ნელი გაზრდილი კავშირი. სიყვარული თუ საკუთარი თავის დაცვა? საკუთარი თავის დაცვა. იმედი თუ რეალობა? რეალობა. მეორე შანსი თუ საბოლოო არა? საბოლოო არა. სტაბილურობა თუ ემოციური საქანელები? სტაბილურობა. უსაფრთხოება თუ ნება? უსაფრთხოება. შენ უნდა იბრძოლო თუ მან უნდა გაჩვენოს რომ უყვარ ხარ? არც ერთი ამ შემთხვევაში არც ბრძოლა საჭირო და სიყვარულს ჩვენება არ უნდა, სიყვარული იგრძნობა. იდეალი თუ რეალური ადამიანი? რეალური ადამიანი. ის შეიძლება თუ უბრალოდ უნდა მივიღოთ ისეთი როგორიც არის? ძალიან მნიშვნელოვანია მიმღებლობა, თუმცა ადამიანის შეცვლაც შესაძლებელია. თუ მოინდომა, შეუძლია შეცვალოს. და ბოლოს, კომფორტი თუ სიმართლე? სიმართლე. გაგვიზიარეთ კომენტარებში რომელ მოსაზრებას ეთანხმებით თქვენ და რომელს არა. ძალიან საინტერესოა ჩვენთვის.